ჩვენ ახლა ვიმყოფებით კოლხეთის ეროვნულ პარკში, სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. აქ დაგეგმილი არის ეკოტურისტული ბილიკის მოწყობა. ბილიკი დააკავშირებს სენაკის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს კოლხეთის ეროვნული პარკის გავლით. მისი სიგრძე დაახლოებით 6-7 კილომეტრი იქნება. ბილიკი შესაძლებლობას მიცემს ტურისტებს, რომ მოვიდნენ სენაკის მუნიციპალიტეტში, ბორანით გადავიდნენ მდინარე რიონზე, შემდეგ კოლხეთის ეროვნული პარკის გავლით მოხვდნენ ლანჩხუთში. ეს ბილიკი მნიშვნელოვანია რამდენიმე ფაქტორის გამო. პირველ რიგში კოლხეთის ეროვნულ პარკს გაუჩნდება კიდევ ერთი დამატებითი შესასვლელი და ტურისტებს შესაძლებლობა ექნებათ არა მარტო ფოთიდან, არამედ უკვე სენაკიდანაც შევიდნენ კოლხეთის ეროვნულ პარკში. პლუს ეს კარგი შესაძლებლობა იქნება ადგილობრივებისთვის, რომლებსაც საშუალება მიეცემათ, რომ თავიანთი პროდუქცია გაყიდონ ტურისტებზე, სხვადასხვა მომსახურებას შეთავაზონ, მაგალითად ცხენებით გადაადგილების სერვისი, განთავსების სერვისი და ასე შემდეგ. სენაკის საფეხმავლო ბილიკი გამოივლის კოლხეთის ეროვნულ პარკს და უერთდება ლანჩხუთში ჩიბოუთის ახალ ტურისტულ ატრაქციას. აქ ჩიბოუთში მოსული ტურისტი ვიზიტორთა ცენტრიდან იქნება სრულიად ინფორმირებული, რა დახვდება, რა გზას გაივლის, რა სანახაობები და სათავგადასავლო ტურები ელოდება სენაკისკენ მიმავალი საფეხმავლო ბილიკის მიმართულებით. ასევე ანალოგიურად ძალიან მნიშვნელოვანია ლანჩხუთისთვისაც სენაკიდან წამოსული ტურისტის შემოსვლა ჩიბოუთში. აქ დახვდებათ ვიზიტორებს სპორტული თევზჭერის ადგილები, რომელიც უკვე ფაქტიურად მოწყობილი არის და აი აქედან უკვე გრძელდება სენაკისკენ მიმავალი საფეხმავლო ბილიკი. ჩვენ წარმოვადგეთ კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციას. აღნიშნული პარკის შესახებ შემიძლია თქვა, რომ გამოირჩევა უნიკალური ბიომრავალფეროვნებით, რომელიც სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ არის აღიარებული. მაგალითად, რამსარის კონვენციის მიერ და 2021 წელს ეროვნული პარკს მიენიჭა იუნესკოს ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი. აქედან გამომდინარე, აღნიშნული პარკის პოტენციალი იმდენად დიდია, რომ აქ განხორციელებული მდგრადი ეკოტურისტული მიმართულებები, რომ დადებითად აისახება როგორც პარკისთვის, რეგიონისთვის, ადმინისტრაციისთვის, მუნიციპალიტეტისთვის, ასევე ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც მიმდებარედ ცხოვრობს აღნიშნულ პარკთან. აქედან გამომდინარე, მე ცალსახად და ჩვენი სააგენტო, დაცული ტერიტორიების სააგენტო მიესალმება აღნიშნულ პროექტს, თუ განხორციელდა, რა თქმა უნდა, ეკოტურისტული ბილიკი, რომელიც დაუკავშირდება სენაკის მუნიციპალიტეტსა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს ერთმანეთს დააკავშირებს.